ბერძნული ღმერთების ოჯახი. ძველ ბერძნებს მრავალი ღმერთი სწამდათ. თითოეული ღმერთი ცხოვრების ერთ, რომელიმე ან რამდენიმე ასპექტს განაგებდა. ბერძნები თვლიდნენ, რომ 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდა. ამიტომ უწოდებდნენ 12 ოლიმპიელს. ღმერთების ოჯახის თითოეული წევრისათვის ბერძნებმა არაერთი ულამაზესი ტაძარი ააგეს. წავიდა ჩამონათვალი. ზევსი კრონოსისა და რიას ვაჟი და ღმერთების მბრძანებელი გახლდათ. მას ხელთ ეპყრა ელვის ისრები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზევსი ღმერთებს შორის უძლიერესი იყო. ჰერა, ზევსის და, ასევე ცოლი და ოლიმპოს ბინადართა დედოფალი იყო. ის პატარძლების მფარველად მიიჩნეოდა და მისი სიმბოლო მამალი ფარშევანგი გახლდათ. ზევსს სხვა ცოლების ჰყავდა, ასევე სხვა ქალებთანაც ერთობოდა, მათ შორის მოკვდავებთან და მრავალი ღმერთისა და ქალღმერთის მამად გვევლინებოდა. არესი, ომის ღმერთი, ზევსისა და ჰერას ვაჟი იყო, ცნობილი გახლდათ თავისი სისხლის მსმელობით და ომის სიყვარულით. მისი სიმბოლოებია მუზარადი და სვავი. არტემიდე, ნადირობისა და მთვარის ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი. მისი სიმბოლოები იყო მშვილდი და ირემი. ჰერმესი იყო ღმერთების მაცნე, აქ ჰქონდა მოკვდავთა ამბავი და მდგომარეობა და აცნობებდა ღმერთებს. ზევსისა და მაიას ვაჟი. იგი კვერთხს ატარებდა, ქუსლებზე ფრთები ჰქონდა, თავზე კი ფართო ფარფლიანი ქუდი ეხურა. ჰესტია ოჯახის კერიის ქალღმერთი იყო, კრონოსისა და რეას ქალიშვილი. ზევსის და, მისი სიმბოლო ბუხარი იყო. ის იყო ოჯახური სიმშვიდის და ბედნიერების, გამრავლებისა და ჯანმრთელობის მფარველი. პოსეიდონი ზღვისა და მიწისძვრის ღმერთი იყო, ზევსის ძმა. მისი სიმბოლო იყო ცხენი. პოსეიდონი სამკაპა შუბს ატარებდა და ყველანაირი ოკეანის და ზღვის არსებათა მბრძანებელი გახლდათ. ის იწვევდა ზღვების აღლევებას ან დამშვიდებას. ათენა სებრძნის ქალღმერთია, ზევსისა და მეტიდას ქალიშვილი. ის იყო მამაცი მეომარი ქალი, რომელსაც მუზარადით, ფარითა და შუბებით გამოხატავდნენ. ჰეფესტო ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი იყო, ზევსისა და ჰერას ვაჟი. იგი საუკეთესოთა შორის საუკეთესო მჭედელი გახლდათ და აქედან გამომდინარე მის სიმბოლოდ გრდემლი ითვლებოდა. დემეტრა იყო მოსავლის ქალღმერთი, კრონოსისა და რიას ქალიშვილი. ზევსის და, მას ტრადიციულად ხორბლის კონით ხელში გამოხატავდნენ. აპოლონი სინათლისა და მუსიკის ღმერთი იყო, ზევსისა და ლეტოს ვაჟი. იგი გამოისახებოდა გედებ-შებუმულ ეტლში, მჯდარი და ხელთქნარი ეპყრა. ზოგჯერ კი გამოისახებოდა მშვილდით ხელში, როგორც მზის სხივის ისრით მტყორცნელი. და ბოლოს აფროდიტე სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი გახლდათ, ზევსისა და დიონეს ქალიშვილი. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ აფროდიტე ზღვიდან იშვა, თავად ზღვამშობა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.